ჩრდილოეთ კორეა. მსოფლიოში ყველაზე ჩაკეტილი და იზოლირებული ქვეყანა. ქვეყანა, სადაც მოგზაურობა თითქმის შეუძლებელია. კი, ეს სინამდვილეა. მე ახლა ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქ ფხენიანში ვიმყოფები და მოგიყვებით ყველაფერს ამ ექსკლუზიური მოგზაურობის შესახებ. ეს კიმ ჩენ ინია, ჩრდილოეთ კორეის ამჟამინდელი დიქტატორი. კიმების ოჯახი უკვე 77 წელია, რაც ჩრდილოეთ კორეას მართავს და მათი რეჟიმი ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი და სასტიკია დედამიწაზე. შეზღუდვები და აკრძალვები, რომელიც ამ ქვეყანას აქვს, გაუგონარი და წარმოუდგენელია. ადგილობრივები მოდიან აქ, რომ პატივი მიაგონ მათ გარდაცვლილ ლიდერებს. შეზღუდვების სია საკმაოდ გრძელია. სასჯელები კი უმძიმესი. მაგალითად, ქვეყნის ლიდერების უპატივცემულობა აქ უპატიებელია და სიკვდილით ისჯება. ეს ხალხი სამწუხაროდ მოწყვეტილია თანამედროვე სამყაროს და არანაირი წვდომა მასთან არ გააჩნიათ. შესაბამისად, წარმოდგენა არ აქვს რა ხდება მათი ქვეყნის საზღვრებს გარეთ. Hello. მინდა რომ აი ახლოს მივიდე, გავიცნო, გავესაუბრო. არანუ სამწუხაროდ ეგ შეუძლებელია. 2019 წლამდე ჩრდილოეთ კორეაში თითზე ჩამოსათვლელი რაოდენობის ორგანიზებული ტური კეთდებოდა და მხოლოდ ერთეულები ახერხებდნენ ამ ქვეყანაში მოგზაურობას. კორონავირუსის პანდემიის შემდეგ კი ამ ქვეყნის კარი ტურისტებისთვის სრულად ჩაიკეტა და დღემდე ასეა. სწორედ ასეთ დროს, როცა ყველაზე ჩაკეტილი ქვეყნის კარი კიდევ უფრო მკაცრად ჩაკეტილია, მე მის დედაქალაქ ფხენიანში აღმოჩნდი. მსგავსი კონტენტი, მეგობრებო, საქართველოში კი არა. უცხოელსაც არავის არ გაუკეთებია თითქმის. დღეს ამ ვიდეოში სწორედ ამ წარმოუდგენელი მოგზაურობის შესახებ გიამბობთ და დეტალურად მოგიყვებით, თუ როგორ აღმოჩნდი ჩრდილოეთ კორეაში. შეგახსენებთ, მეგობრებო, რომ ამ ისტორიული მოგზაურობის სპონსორი გახლავთ ელიტი. არ მჯერა, რომ ეს ხდება, მე ახლა სახლში ვარ. ჩალაგებული მაქვს ყველაფერი და მივემგზავრები ჩრდილოეთ კორეაში. და კიდე ერთი ძალიან კარგი ინფორმაცია მაქვს. დღეიდან, მეგობრებო, ჩემს მოგზაურობას დააზღვევს PSP დაზღვევა. მინიმუმ 1 წელი PSP დაზღვევა იქნება ჩემი არხის სპონსორი. და ძალიან კარგ დროს დაემთხვა ეგ ამბავი, იმიტომ რომ ჩრდილოეთ კორეაში მოგზაურობას დაზღვევა ნამდვილად ჭირდება. მოკლედ, წავედით ახლა აეროპორტში. წავედი აეროპორტისკენ. გეგმა შემდეგნაირი იყო. ჯერ უნდა გავფრენილიყავი თბილისიდან ურუმჩიში და შემდეგ ურუმჩიდან პეკინში. ეს ყველაფერი არის ჩემი ტურისტული კომპანია Around the World-ის დამსახურება. ჩრდილოეთ კორეაში მოგზაურობას თუ აორგანიზებს ტურისტული კომპანია, წარმოიდგინეთ თქვენს მოგზაურობას პოპულარულ ქვეყნებში რა მარტივად აგიორგანიზებს. ასე რომ გვანდეთ, მეგობრებო, თქვენი მოგზაურობა და არინანებთ. მეგობრებო, ერთი კარგი ნიუსი. აგერ საბვეი გაიხსნა თბილისის აეროპორტში. მოიცოდეთ, და მშვენიერი სივრცე აქვთ აქ დასასხდომით. ასე დაამგვარად გავემართე ჩინეთის დედაქალაქ პეკინისკენ, სადაც უნდა გამეკეთებინა ჩრდილოეთ კორეის ვიზა და შევხვედროდი იმ კომპანიის წარმომადგენლებს, ვინც ამ მოგზაურობას აორგანიზებდა. ეს კომპანია, რომელიც აორგანიზებს ამ ყველაფერს, 1993 წლიდან მოკლედ აკეთებს ტურებს ჩრდილოეთ კორეაში რა და თანამშრომლობს ჩრდილოეთ კორეის სხვადასხვა უწყებებთან. საკმაოდ სანდო კომპანია. მეორე დღეს შეხვედრა გაიმართა. ჯამში 200 ადამიანი სხვადასხვა ქვეყნიდან შევიკრიბეთ. ჩრდილოეთ კორეაში მივდიოდით როგორც სპორტსმენები და არა როგორც ტურისტები. ფხენიანში საერთაშორისო ყოველწლიური მარათონი იმართებოდა, სადაც 200 უცხოელს მისცეს მონაწილეობის უფლება. სწორედ ეს შანსი გამოვიყენე და მარათონზე სარბენად მივემგზავრებოდი ჩრდილოეთ კორეაში. აქ ხდება ახლა რეგისტრაცია, მეგობრებო, ჩავაბარე ჩემი პასპორტი, რომელსაც წაიღებენ დღეს ჩრდილოეთ კორეის საკონსულოში და მოიტანენ ვიზა ჩარტყმას. მოგზაურობისას რა უნდა გავითვალისწინოთ, რა შეზღუდვებს უნდა დავემორჩილოთ, ყველაფერს აგვიხსნიან დღეს და ხვალ დილიდან გავემგზავრებით უკვე So golden rule number 1 is please always respect the leadership and the political system of the country. By leadership I mean that the 3 generations of the Kim family.
Number 1 is President Kim Il-sung, number 2 is Chairman Kim Jong-il, and number 3 is Marshal Kim Jong-un. 1 საათი გაგრძელდა შეხვედრა. უამრავი წესი გაგვაცნეს, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ფხენიანში. და იმედია რომ ყველაფერი კარგად და მშვიდობიანად ჩაივლის, რა თქმა უნდა, არ ვაპირებ არც ერთი წესის დარღვევას. პატარა მცირედი დარღვევის გამოც კი შეიძლება ძალიან დიდი პრობლემები შეგექმნას. ამ რეჟიმთან ხუმრობა რომ არ ღირს სამწუხაროდ ამის მაგალითი უკვე არსებობს. 2016 წელს ჩრდილოეთ კორეაში დააკავეს ამერიკელი სტუდენტი ოტო ვორბირი. ის 3 დღიან ორგანიზებულ ტურში იმყოფებოდა და წამოსვლისას სასტუმროს დერეფანში კედლიდან პროპაგანდისტული პოსტერი ჩამოხსნა, რაც კამერებმა დააფიქსირეს. ოტო აეროპორტში დააპატიმრეს სანამ გაფრინდებოდა. One government of the DPR Korea for your forgiveness. Please, I have made the worst mistake of my life. ჩრდილოეთ კორეის მთავრობამ ამერიკელი სტუდენტი სამწუხაროდ დამნაშავედ ცნო და 15 წელი მიუსაჯა. ამერიკის მთავრობამ 15 თვის შემდეგ გამოიხსნა ოტო, თუმცა როცა იგი ამერიკაში ჩამოიყვანეს, უკვე კომაში იმყოფებოდა და მალევე გარდაიცვალა. He was in very tough condition. It's a brutal regime. Ვალაგებ ბარქს, კარგად ვამოწმებ, რომ რაიმე ისეთი არ გამეპაროს, რამაც მე შეიძლება იქ პრობლემა შემიქმნას. ჯვრის მოხსნას მომიწია, იმიტომ რომ რელიგიური ნივთები, რელიგიური წიგნები, ნებისმიერი რელიგია არ აქვს მნიშვნელობა, იქ არის სასტიკად აკრძალული. ტელეფონით ძალიან საგულდაგულ უნდა შეამოწმო, უნდა წაშალო ისეთი ფოტო, სადაც შეიძლება ჩანდეს ჩრდილოეთ კორეის ლიდერი. ავიც, მე მგონი ყველაფერი რიგზე მაქვს. მზად ვარ. ამასობაში მოვიდა საღამო პასპორტი. მოიტანეს. Hello again. So. Georgia. I know my group. Okay. That's the only benefit you have now. Thank you so much. Thank you so much. See you tomorrow. ესეც ვიზა, მეგობრებო, ესე გამოიყურება ჩრდილოეთ კორეის ვიზა, რომელიც უკვე ჩემს პასპორტშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ხვალ დილით გავფრინდები ფხენიანში. ასე რომ წავედის პირდაპირ აეროპორტში. ესეც ასე, აეროპორტში ვარ და ძალიან ცუდი რაღაც დამემართა. ტაქსში დამრჩა პატარა კამერა, რომლითაც გადამეღო ყველაფერი და რომლითაც ვიღებდი. ბევრად შეუმჩნეველია ვიდრე ტელეფონი და ბევრად მეტად გამომადგებოდა ისეთ ქვეყანაში როგორც არის ჩრდილოეთ კორეა. ძალიან გამიტყდა, მაგრამ ნუ აი სხვა გზა არ არის რა. ვერაფერს ვეღარ ვიზამ. უკვე ჩეკინი უნდა გავიარო 9 საათში. ფხენიანში მივფრინავდით ჩრდილოეთ კორეის ერთადერთი ავიახაზებით. ეს გახლავთ იარ კორიო. ის საერთაშორისო ფრენებს მხოლოდ რუსეთსა და ჩინეთში ახორციელებს. სანამ ჩასხდომა დაიწყება და სანამ გავფრინდებით, შეგახსენებთ, რომ ამ ვიდეოს გენერალური სპონსორი გახლავთ ელიტი, კომპანია, რომელიც გვერდში დაუდგა ესეთ ისტორიულ პროექტს და ყველაფერი ახლა რაც ხდება გახადა შესაძლებელი. დაიწყო ჩასხდომა, ისეთ შეგრძნება მაქვს რა, აი პირველად 17 წლის რო ვიყავი და საზღვარი რო გადავკვეთე, აი დაახლოებით მსგავსი შეგრძნება მაქვს რა. მივდივარ ერთ-ერთ ყველაზე ჩაკეტილ ქვეყანაში, წარმოდგენა არ მაქვს, როგორი მოგზაურობა იქნება, წარმოდგენა არ მაქვს იქ რა ხდება, რა სიტუაცია, როგორ ცხოვრობს ხალხი, ან ყველაფერი ძალიან მაინტერესებს და ერთი სული მაქვს, როდის შავფრინდები და როდის განახებთ ყველაფერს თქვენც. აქ ჩრდილოეთ კორეელმა ბორტგამცილებელმა კამერა გამომართვევინა და კადრების წაშლა მთხოვა, თუმცა წაშლილი ფაილები არ შეუღწმებია. როდესაც დავსხედით ადგილობრივი გაზეთები დაგვირიგეს. ასევე უნდა შეგვევსოს საბაჟო და საიმიგრაციო დეკლარაციები. აფრენისთანავე კი საჭმელიც მალევე მოიტანეს. საჭმელი მოვიდა მეგობრებო ამასობაში და მოდი დავაამბოქსოთ, საინტერესოა ჩრდილოეთ კორეის ავიახაზებზე რას გვაჭმევენ. ეს არ ვიცი რა არის, ეს სოსისია. ესეც სოსისი გახლავთ, ეს არ ვიცი რა არის, ეს რაღაც ვაფლია და ესეთი ბურგერი ჩვენივად გამოიყურება. პეკინი ფხენიანის ფრენა 2 საათს გაგრძელდა და ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქის აეროპორტშიც დავეშვით. ჩამოვედი მეგობრებო ფხენიანის აეროპორტში. არ ვჯერა რომ ეხლა მე ვიმყოფები ჩრდილოეთ კორეაში. აი ნახეთ. ჩემი პირველი ჩასუნთქვა აქაური ჰაერის.
მოკლედ გამოვიარე სასაზღვრო კონტროლის ხოთაშორის ძალიან მარტივად ჩანთა ყველას უმოწმებენ აქ ჩანთებს გამახსნევინეს რაღაცები ნახეს თუმცა ამ ყველაფერს აკეთებდნენ ძალიან ზრდილობიანად ძალიან მოწიწებით და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვეს მესაზღვრეებმა ჯამში 47 ქვეყნის წარმომადგენელი ჩამოვედით ფხენიანში როგორც მარათონის მონაწილეები მარათონში აქამდეც მიუღიათ მონაწილეობა უცხოელებს თუმცა არასდროს ქართველს ჩემი შემთხვევა პირველი იყო თითოეულ მათგანს ჰქონდა ოფიციალური მოწვევა ჩრდილოეთ კორეის სპორტის სამინისტროსგან. ეხლა ველოდებით აქ რომ ყველა გამოვიდეს ჯგუფის ყველა წევრი და მე ავტობუსით უკვე წავალთ სასტუმროსკენ. ვეცდები რომ თითოეული ნაბიჯი გადავიღო. დარწმუნებული ვარ როგორც მე ვარ ეხლა და მე მაინტერესებს თითოეული კუთხე კუნჭული ამ ქალაქში და ამ ქვეყანაში ისე ხარ თქვენც. 20 კაციან ჯგუფებად ვიყავით დაყოფილი. ამიტომ რამდენიმე ავტობუსი დაგხვდა. და თითო ავტობუსს ორი ადგილობრივი გიდი ყავდა მომაგრებული. ეგ არის. წავედით ახლა აქეთ. ზივარი ხა ავტობუსში და გიჟივით პატარა ბავშვით ვიყურები აქეთ იქით. ყველაფერი მაინტერესებს. ხანახეთ უყურები, ხანახეთ უყურები, არ ვიცი. ის მიხარია რომ პირველი ქართველი ვარ, ვინც კონტენტს ჩამოიტანს ჩრდილოეთ კორეიდან. ეს აქამდე არავის არასდროს არ გაუკეთებია საქართველოში და მიხარია რომ მე ეს მოვახერხე. სამი ოქროს წესი არსებობდა ჩვენთვის ამ ქვეყანაში, რომელიც უნდა დაგვეცვა ნებისმიერ დროს. არანაირი შეურაცხყოფა და დაცინვა ლიდერებისადმი. ყოველთვის უნდა ყოფილიყავით ჯგუფთან ერთად და თვითნებურად არსად გავსულიყავით. და მესამე ფოტო ვიდეო არ უნდა გადაგვეღოს სამხედრო პირებისათვის. ასევე ყველას ჩამოგვართვეს პასპორტები და უკან გაფრენის დროს დაგვიბრუნებდნენ. I will need to collect your passports. I will also collect the marathon fees. საათ ნახევარია გზაში ვართ მეგობრებო. მოვედით სასტუმროში, დაღამდა ამასობაში. აბა ნახოთ როგორი სასტუმრო გვაქვს. მე მგონი ცუდი სასტუმრო არ არის, აბა რა სიტყვით. უარეს მოველოდი, რაღა დაგიმალოთ. საკმაოდ კარგად გამოიყურება. საინტერესოა ოთახი როგორი იქნება. სასტუმროს მისაღებში, როგორც ხედავთ, რეალის თამაში მიმდინარეობს. როგორც ჩანს, ჩემპიონთა ლიგასაც უყურებენ ჩრდილოეთ კორეაში. სასტუმროში იყიდება წიგნები, რაღაცა პროპაგანდისტული პუბლიკაციები, მედლები, პოსტკარდები და სხვა რაღაცეები. და აბსოლუტურად ყველგან, ყველაფერზე გამოსახულები არიან ამ ქვეყნის ლიდერები, კიმ ჩენ ინი, მამამისი და ბაბუამისი. Thank you. ესეც ჩემი გასაღები, საინტერესოა. წავედით 29 სართულზეა ჩემი ნომერი. უზარმაზარი სასტუმროა და მხოლოდ 2 ლიფტია. რაც იმას ნიშნავს, რომ 200 კაცის აქ ასვლა ჩამოსვლა ძალიან დიდ დროს მოითხოვს რა. აი ეს არის ჩემი ნომერი. შევათრევე ხამ ჩანთას და ნორმალურად კარგად გემრიელად დაგათვალიერებინებთ ნომერს. ასე გამოიყურება. საკმაოდ მყუდრო ნომერია, ძალიან მომწონს, რა ვიცი. ცუდი არ არის. ტელევიზორიც მაქვს. საინტერესო რა არხები აქვს. ეს რა კნოპკებია, არ ვიცი, ვერ მივხვდი. ასე ქრება და ინთება შუქი. საინტერესოა მაცივარში რა გვაქვს. არც არაფერი ცარიელია. აივანიც მქონია. ახეთ რა ხედები მაქვს, ხო არ გადავ. სოლი წერტილის ვნახოთ ბარემ. აი ესენი შამპუნები და რაღაცეები არის. ესეთი აბაზანა გვაქვს. შემდეგი 5 ღამე ვიქნები ამ ნომერში და ვიქნები მარტო 200 ევრო დამამატებინეს იმისთვის რომ მარტო ყოფილიყავი. ღირდა რა ეხა უცხო ტიპთან 5 ღამე მეზარებოდა. ეხა ლაგდები და ამას შეხედეთ. გვითხრეს რომ სნეკები არ იქნება იქ და წამოიღეთო და რა ამბავი წამოვიღე ნახეთ. და რაც მთავარია ქართული ჩურჩხელა ჩრდილო კორეაში მოგზაურობს. ეხა ძალიან დავიღალე, ხვალ დილით არის უკვე მარათონი.
სირვილი მომიწევს, ამიტომ ჯობია რომ დავისვენო. 7 საათზე გავდივართ ხვალ დილით. რაც შეეხება მარათონს, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დღე ჩემს ცხოვრებაში. იმდენად საინტერესო, რომ ცალკე ვიდეოს იმსახურებს. ამიტომ შემდეგ ვიდეოში გიამბობთ ყველაფერს მარათონის შესახებ. წინ 6 დღე გვაქვს, არცად არ მეჩქარება. კიდე ბევრ რაღაცას მოგიყვებით, ბევრ რაღაცას გაჩვენებთ, ასე რომ ჯობია გავათენოთ. ეს გახლავთ ჩვენი სასტუმრო სოსან ჰოტელი. ის 1999 წელს აშენდა და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია ფხენიანში. სასტუმრო 30 სართულიანია და 510 ნომერს აერთიანებს. გაჩვენებთ აივნიდან ამაგარი ხედები. ამაში ხედავთ. ეს ფხენიანზე მაქვს ხედი. აბა რა სიტყვით მეგობრებო? მიხდება? ერთი კარგი ამბავი მაქვს. ჩემს ჩასრულობაზე დღეიდან იზრუნებს US Polo. დღეიდან ხშირად ნახავთ ხოლმე ჩემს სტანზე მორგებულ US Polo-ს ტანსაცმელს. ვინც არიცით გეტყვით რომ US Polo-ს ფილიალები არის თბილისი მოლში, არის East Point-ში და არის City Mall-ში. აქ ინტერნეტი რა თქმა უნდა არ არის როგორც იცით ამ ქვეყანაში. სასტუმროს მისაღებშია მხოლოდ და აი აქ ჩემს უკან ხარ იგივე რო დგას. მან უნდა შეიძინო 10 წუთი ღირს, სადღაც $2 რა. თუმცა ძალიან ცუდად მუშაობს და მაგას რო თავი დავანებოთ, ყიდვა სჭირდება დაახლოებით. ეხა 1 საათი მე მგონი უნდა ვიდგე რიგში, სანამ რაღაცა კოდებს ამოწერენ, რაღაცებს შალიჩობენ, მოკლედ ველგებულობ და დიდი დრო მიაქვს რა. თან ანუ ამ ინტერნეტით ვერაფერს ვერ ვახერხებ საერთოდ. ერთი ფოტო ძლივს დავდე გუშინ, სხვას ვერაფერს ვერ ვშვები რა. ძალიან ელაბ მუშაობს და თან VPN-ი გჭირდება რომ Instagram-ი და Facebook-ი გამოიყენო. და მოვიდა პირველი ექსკურსიის დროც. გამომდინარე იქიდან რომ ჩვენინებით სასტუმროს დატოვება არ შეიძლებოდა, ექსკურსიები იყო ერთადერთი გზა გვენახა ქალაქი. როგორც უკვე გითხარით, ჯგუფებად ვიყავით დაყოფილი და ჩვენი ავტობუსი გვემსახურებოდა. თითო ავტობუსს ყავდა 2 ადგილობრივი გიდი და კიდევ 2 დამკვირვებელი. ანუ ჯამში ერთ ავტობუსს 4 ჩრდილოეთ კორეელი მეთვალყურეობდა. ეხლა მივდივართ კიმ ირ სენის სახლ-მუზეუმში. კიმ ირ სენი გახლავთ კიმ ჩენ ინის ბაბუა. ამ ადგილს ესე ეძახიან რა, ანუ ჩრდილოეთ კორეის გული არის ფხენიანი და ფხენიანის გული არის ეს სახლ-მუზეუმი. და ძალიან ბევრი რეგულაციის დაცვა მოგვიწევს ამ ადგილზე. როდესაც მივედით სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე, უამრავი ადგილობრივი დაგვხვდა. ისინი მოდიოდნენ ყვავილებით. თავიანთი აც გარდაცვლილი ლიდერის კიმ ირ სენის პატივსაცემად. ძალიან ლამაზია აქ აურობა. ულამაზესი ტერიტორიაა და მივდივართ ახლა უშუალოდ სახლ-მუზეუმისკენ. ჯგუფის არც ერთ წევრს არ გვაქვს უფლება, რომ ჩვენს ნებაზე ვიმოძრაოთ აქ. ანუ ახლა მე რო აქ სიტყვაზე ესე გადაუხვიო და სადღაც იქით წავიდე, საითაც მინდა, ვერ ვიზამ რა, არ შეიძლება. სადაც გიდები წავგვიყვანენ, იქ უნდა წავიდეთ. ჩვენებაზე ვერ დავდივართ ვერსად. ანუ სასტუმროდანაც არ შეგვიძლია რომ სიტყვაზე სადმე გავიდეთ ჩვენს ნებაზე. და ესე ჯგუფ-ჯგუფად დავყავართ, სადაც თვითონთვლიან საჭიროთ. აი პირველი ვინც მიდის ეს არის გიდი, რომელმაც აქ აურობა კარგად იცის, მეორე არის ჩვენი გიდი, რომელიც ინგლისურად გვითარგმნის. 위대한 수령 김일성 동지께서 탄생하신 유서 깊은 곳입니다. Mangyongdae is the historic spot and the birthplace where the great leader generation of Kim Il-sung, the founder of our socialist Korea, was born. მოდი ძალიან მოკლედ გიამბობ თუ ვინ იყო კიმ ირ სენი და როდის და რა ვითარებაში შეიქმნა ჩრდილოეთ კორეა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კორეის ნახევარკუნძული გაიყო ორად. ჩრდილოეთ ნაწილი აღმოჩნდა საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშ, ხოლო სამხრეთ ნაწილი ამერიკის კონტროლის ქვეშ. სწორედ ამ პერიოდში გამოჩნდება ახალგაზრდა კიმ ირ სენი და სათავეში უდგება ჩრდილოეთ ნაწილს. საბჭოთა კავშირის ხელშეწყობით 1948 წელს დაარსდება კსდრ, ანუ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა. იგივე ჩრდილოეთ კორეა. კიმ ირ სენი მალევე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მოტივით ომს იწყებს სამხრეთთან. სამხრეთს ამერიკა გაუწევს ამ ომში დახმარებას, ხოლო ჩრდილოეთს საბჭოთა კავშირი და ჩინეთი. შედეგად ომი ისე დასრულდა, რომ სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას ზუსტად იგივე ტერიტორიები დარჩათ, რაც დასაწყისში ჰქონდათ. ოღონდ ყველაფერი დანგრეული და განადგურებული. მილიონობით ჯარისკაცი კი დაღუპული. კიმ ირ სენი წაგებული ომის შემდეგ განადგურებულ ქვეყანაში გამარჯვების აღლუმს ატარებს. მომავალში ის იღებს უამრავ დახმარებას საბჭოთა კავშირისგან, რაც ქვეყნის ფეხზე წამოდგომაში ეხმარება და ასე ხდება ერის მამა,
ის ქვეყანაში ამყარებს დიქტატურას, რომელიც დღემდე მყარად დგას. დიქტატურა ჯერ მისმა შვილმა კიმ ჩენ ირმა, ხოლო შემდეგ მისმა შვილიშვილმა კიმ ჩენ ინმა გადაიბარა. აქ გაატარა ბავშვობა ამ ქვეყნის დამაარსებელმა კიმ ირ სენმა. მოკლედ არაფერს არ უნდა შევეხოთ, იმიტომ რომ ძალიან წმინდა ადგილია ეს ამათთვის. 1912 წლის 15 აპრილს სწორედ ამ სახლში დაიბადა კიმ ირ სენი და ბავშვობაც აქ გაატარა. მისი დაბადების თარიღი უდიდესი დღესასწაულია ჩრდილოეთ კორეაში. ეს გახლავთ ჭა. საიდანაც სვამდა წყალს ამათი ლიდერი. სულ ეგ იყო. წავედით ახლა შემდეგი სანახაობისკენ. მოვედით რაღაც სპორტული კომპლექსი უნდა გვანახონ. თუმცა ეხა იმაზე მინდოდა საუბარი, აი რომ დავდივართ ქუჩებში რა. ესეთი სისუფთავე არ ვიცი, არც ერთ ქალაქში არ მინახავს მე მგონი. ენას აუსვამ ყველაფერს ისეთი სუფთაა ქალაქი. აი პატარა დაგდებული ნაგავიც კი არსად არ დამინახავს. მას შემდეგ რაც ომისგან დანგრეული ქვეყანა აღადგინა კიმ ირ სენმა, რეჟიმი შეპყრობილი იყო სისუფთავისა და ფასადური წესრიგის შენარჩუნებით. ეს აკვიატება ახლაც აისახება ზედმიწევნით მოვლილ ქუჩებსა და საჯარო სივრცეებზე. ადგილობრივი სახალხო კომიტეტები პასუხისმგებელნი არიან თავიანთი უბნების დასუფთავებაზე. რეჟიმი მკაცრად აკონტროლებს მათ და ქუჩებიც სუფთაა. თუმცა რის ფასად ეგ ცალკე საკითხია. მოვედით, ეს გახლავთ სპორტული კომპლექსი, რომლის სანახავადაც მოგვიყვანეს, როგორც ჩანს, ტაიკვანდოს ასწავლიან აქ. Taekwondo is very popular here, right? Oh yes. And which one is the most popular sport? Many people play volleyball and table tennis, and taekwondo is also for. What about football? Yeah, football is the biggest. Biggest one. Taekwondo ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ჩრდილოეთ კორეაში და ის თითქმის ყველა სკოლაში ისწავლება. მოქალაქეების უდიდესი ნაწილისთვის ეს სპორტი ყოველდღიური ჯანსაღი რუტინის ნაწილია. აბა ნახოთ როგორი დარბაზი აქვს ტაიკვანდოს ფედერაციას. შვენიერი დაგვსვეს ახლა ტრიბუნებზე და დიდი ალბათობით აქ რაღაც შოუ იქნება. აი ხა ადგილობრივების ხედან წინ და უყურებ ყველას ერთნაირად აცვია, ყველა ერთნაირად გამოიყურება. აი ეს შთაბეჭდილებას ტოვებენ რა, მაღაზიაში რომ თოჯინებია ესე შალაგებული ერთნაირი. თავიანთი ინდივიდუალიზმის გამოვლენის უფლება არ გააჩნიათ და გულსად კენია რა. გამოვიდნენ ქვეყნის საუკეთესო ტაეკვანდოისტები და ასეთი სანახაობა შემოგთავაზეს. ჩამოვედით ახლა ქვემოთ ამ კარატისტებთან და ყველა ცდილობს გადაიღოს ფოტო. აბა ვნახოთ რამდენად რთულია ამის ჩამწრევა. არც ისე რთული ყოფილა. პირველი შემთხვევაა, როცა მარტო ვარ და ჯგუფს გამოვწვდი. ზემოთ ტალერტში ამოვედი. და რა ვიცი, მომითხრადი ვარ, არა პრობლემაა და დარჩენი ყველა ავტობუსში. ძალიან ცუდად შეგრძნება მარტო რო ვარ. იმედია
პრობლემები არ შემოქმნება. ნახეთ როგორი სუფთა ტუალეტი აქვთ. დღეს ქუჩების დათვალიერება ძირითადად მაინც ავტობუსიდან გვიწევდა. ვაკვირდებოდი ხოლმე გავლელებს და ვფიქრობდი რა ახლოს ვიყავით მათთან და ამავდროულად რა შორს. ლანჩის დრო მოვიდა და მოვედით რესტორანში. ეს რესტორანი არის მდინარის პირას და სავარაუდოდ ადგილობრივ კერძებს დავაგემოვნებთ დღეს. ეს გახლავთ ჩვენი რესტორანი, მეგობრებო. გემზე გვექნება დღეს ლანჩი. Rainbow ქვია ამ რესტორანს. Thank you. აბა შევიდეთ ნახოთ როგორ გამოიყურება ჩვენი რესტორანი. საინტერესოა როგორი კერძები იქნება აქ. სხვადასხვა სადაც არ უნდა შევიდეთ ყველგან შენობებში გვიმოწმებენ სიცხეს. აქ ჯერ კიდევ შემორჩენილია ის წესები, რაც იყო კორონას დროს. და პირბადეთ ძაბერს უკეთია. ვეძებთ ახლა ჩვენს ადგილს. ჩვენი ჯგუფი სადნა დაიძდეს გავარკვევთ მაგას. აქ არის ჩვენი ადგილი თუ არ ვცდები. Number 9. Number 9. მაგიდა ნომერი 9 არის ჩვენი. და აგერ არის ნომერი 9. ეს არის ჩვენი მაგიდა. Cheers! ესე ციხებში ასხამე ულუც რატომ რა. არ ვიცი რატომ. დაგემრიელია. სანამ მეგობრებო მთავარ კერძს მოიტანენ იქამდე შოუ მიმდინარეობს. ცეკვავენ, მღერიან და არის ერთი ამბავი. და პირველი კერძი და როგორც ხედავთ ეს არის ზღვის პროდუქტი. გემრიელესია მეგობრებო. დიდად არ მიყვარს ზღვის პროდუქტი, მაგრამ ეს მართლა კარგია. Thank you. კიდევ ერთი კერძი მოვიდა. მოვიდა კიდევ ერთი კერძი. მოკლედ არ თავდება კერძები. ესე ჩვენი მთავარი კერძია. ამდენი კერძების მერე ესეც მოვიდა. ესეთი ცხარე მეგობრებო, არ მიჭამია არაფერი. ძალიან ცხარია. ცხარე ძალიან მიყვარს ზოგადად, მაგრამ ესეც ცხარეს ვერ შევჭამ. ლანჩის შემდეგ ქალაქგარეთ წაგვიყვანეს სათბურების სანახავად. 1 საათი ვიარეთ ფხენიანიდან. გზა საკმაოდ კარგი იყო, თუმცა სულ ცარიელი. ჩრდილოეთ კორეელები ქალაქიდან ქალაქშიც კი ვერ გადაადგილდებიან თავისუფლად ნებართვის გარეშე. აქაც ცხეს გიმოწმებენ მეღადავები. ეს არის ჩვენი გიდი. Hello. რომელიც გვანახებს აქაურობას. როგორც მივხვდი, სათბურები უნდა დაგვათვალიერებინონ, უამრავი სათბურია აქ, სადაც მოყავთ სხვადასხვა ბოსტნეული და ძალიან დიდ ტერიტორიაზეა გადაჭიმული. იმჩენენი ყოფილა 3ჯერ ამ სათბურებში. 3ჯერ ესტუმრა თურმე აქაურობას. აქაურობა იმჩენინმა 2022 წელს გახსნა და მას შემდეგ კიდევ 2ჯერ ესტუმრა ამ ადგილს. გახსნის ცერემონია, რომელიც თავისსავე არხზე აჩვენეს, აი ასე მიმდინარეობდა. 슈퍼가 찾아오르고 폭풍 같은 만세의 환호성이 하늘 땅을 경애하는 김정은 동지께서 전공 테이프를 끊으셨습니다. მოკლედ ერთადერთი ტურია, მეგობრებო, სადაც გვათვალიერებინებენ ესეთ სათბურებს. ანუ ტურისტები დაყავთ რომ აჩვენონ სათბურები. ესეთ რაღაცას ერთით ქვეყანაში ვერ ნახავთ. როგორც კიმმა განაცხადა გახსნაზე, სათბურები სოფლის მეურნეობას უფრო წინ წაწევს და მოდერნიზებულს გახდის. ამიტომ მან კიდევ უფრო მეტი მსგავსი ობიექტის აშენება დააანონსა. და ესე გემრიელად დასრულდა დღევანდელი დღე. მოვედით სასტუმროში. საკმაოდ ვიღლები სხვათა შორის, ყოველდღიურად სულ გასულები ვართ, სულ სადღაც
მოძრაობაში ვართ, ამიტომ უინტერნეტობა დიდად არ მაწუხებს რა, როგორც კი მოვდივარ, ვიძინებ, მერე ვდგები ისევ ადრიანად, ისევ სადღაც მივდივართ და დრო არ მაქვს რომ მოვიწყინო. ხო, საინტერესო რა მოხდა ეხლა დღეს, რაც ვერ გადავიღე, ჩვენს გიდს ვესაუბრებოდი, აქაურს ადგილობრივს და მეკითხებოდა რა საქმიანობ და მეთქი იუთუბერი ვარ და იუთუბი რა არისო რა, ანუ წარმოდგენა არ ქონდა რა იყო იუთუბი. და მეკითხებოდა მე ყურსასმენებიო ხშირად გიკეთიაო და მუსიკას უსმენო, მეთქი ხო, რა მუსიკას უსმენო და ანუ ძალიან ბევრ კითხვას მისვამდა რა, ანუ გრძნობ რომ ბევრი რაღაცა აინტერესებს, ბევრი რაღაცის გაგება უნდა რა ჩვენგან. ძალიან ბევრი კითხვა დამისვამ, ეს პასუხობდი. თან ცოტა შეშინებული ვარ რა, რამე ისეთი არ უთხრა მეთქი, რაც არ შეიძლება, რამე შარს არ გადავეყარო, ეგეთ რაღაცებზე საუბარი არ შეიძლება და ეს ძალიან დაინტერესებულია. მე მეორე გიდი მოვიდა და გაიყვანა რა, მიხვდა რომ რაღაცა ზედმეტ კითხვებს ვამდა. ძალიან საყვარლები არიან, ძალიან კარგები არიან, რა ვინც კი შეგხვდა და ვისთანაც კი გადაკვეთა მქონია და საერთოდ ქუჩაშიც რო შეგხვედრია, ყველა ძალიან საყვარელია. მაგრამ საკმარისია პატარა წესი მაინც დაარღვიო, ის რაც რეჟიმს არ სიამოვნებს გააკეთო, მერე უკვე ცოტა სხვაგვარად დატრიალდება შენთვის ყველაფერი და ეს საყვარელი ხალხი გადაიქცევა შენს, რა ვიცი, მოსის მოძულე მტრად. წესები და შეზღუდვები ჩრდილოეთ კორეაში უამრავია. აქ უმძიმესი დანაშაული კიმების დინასტიის შეურაცხყოფაა და ხშირ შემთხვევაში სიკვდილით ისჯება. მათი კრიტიკა სიტყვიერადაც კი არ შეიძლება. ასევე მძიმე დანაშაულია ამერიკული ფილმის ნახვა ან სიმღერის მოსმენა. When I was 9 years old, I saw my friend's mother publicly executed. Her crime, watching a Hollywood movie. ქვეყანაში არსებობს მხოლოდ 4 ტელეარხი, რომლებიც მკაცრად კონტროლდება მთავრობის მიერ. ასევე არსებობს ინტერნეტი, სადაც მხოლოდ ადგილობრივ საიტებზე აქვთ წვდომა ადამიანებს. გარესამყაროსთან რაიმე ფორმით კავშირი დანაშაულია. North Korea is the only country in the world that executes people for making unauthorized international phone calls. ქვეყნიდან გაქცევის მცდელობაც უდიდესი დანაშაულია და სიკვდილით ისჯება. ან დამნაშავეს შრომით ბანაკში აგზავნიან სამუდამოდ. თუმცა მიუხედავად ასეთი დიდი რისკისა, ადამიანების მცირე ნაწილი მაინც ახერხებს გაქცევას ჩრდილოეთ კორეიდან. და ეს გოგონაც ამის ნათელი მაგალითია. კოვიდამდე წელიწადში 1000-ზე მეტი ადამიანი ახერხებდა გაქცევას ამ ქვეყნიდან, ხოლო კოვიდის შემდეგ ეს რისკის აგრძნობა შემცირდა. მიზეზი საზღვრებზე წესების გამკაცრებაა. მოსახლეობას პატარა ასაკიდანვე უნერგავენ ტვინში ლიდერისადმი ბრმა სიყვარულს. ასწავლიან, რომ ლიდერი ის ერთადერთია, ვინც მათ გადაარჩენს და დაიცავს. სწორედ ამიტომ ყველანაირი რელიგია აკრძალულია და მათი ღმერთი მხოლოდ მათი ლიდერია. ამ ქვეყანაში არ არსებობს ადამიანის უფლებები. მოსახლეობას განსხვავებული აზრის ქონის უფლება არ აქვს. ისინი ვალდებულნი არიან იფიქრონ ისე, როგორც ზემოდან ეტყვიან. ამ მოჩვენებითი წესრიგისა და სისუფთავის მიღმა დგას დაშინება, ძალადობა და სისასტიკე, რომელიც აიზულებს ამ ადამიანებს მშვიდად იცხოვრონ ესეთ გარემოში და დაემორჩილონ წესებს. We aren't free to sing, say, wear or think what we want. ამ ქვეყანაში ჩაცმასა და ვარცხნილობაზეც არსებობს შეზღუდვები. არ შეიძლება ჯინსების ტარება, ასევე ქალებისთვის მოკლე ქვედაბოლოს ჩაცმა. აკრძალულია ტატუები, ძალიან შესამჩნევი მაკიაჟი, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და მსგავსი სია საკმაოდ გრძელია. იწყება კიდევ ერთი დღე ქალაქ ფხენიანში. დღეს საკმაოდ საინტერესო დღე გვაქვს. გვაჩვენებენ ჩრდილოეთ კორეის ლიდერების ძეგლებს, მათ მონუმენტებს, ყველაზე მნიშვნელოვან მონუმენტებს, მათი მონუმენტები ძალიან ბევრია ამ ქალაქში, მაგრამ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მონუმენტებს გვაჩვენებენ, სადაც უამრავი ადგილობრივი იქნება, აი ჩემს უკანაც ახლა ხედავთ, ადგილობრივები მოდიან აქ, რომ პატივი მიაგონ მათ გარდაცვლილ ლიდერებს. და აი ნახეთ, ხელში ყვავილებით არიან. და ჩვენც უამრავი რეგულაციის დაცვა მოგვიწევს აქ. So I would be very grateful if you follow our regulations. We pay respect by the way of our Korean style. Yeah, we pay respect by bowing our heads. I would be grateful if you follow our tradition. We bow our heads all together, and then we go further back, and then you can take pictures because
The statues are very huge, so if you are too close to the statues, you can take the whole bodies of the statues. You have got to both of the leaders together in your frame, and the whole body, and also you should behave in a respectful manner. უნდა ვიყიდოთ ყვავილი ყველა ვარიანტში და ყვავილი უნდა დავდოთ მონუმენტთან. სხვანაირად არ მოგცემენ უფლებას იქ მისვლის. $5 ღირს ყვავილი, რომელსაც ყიდულობს თითოეული ჯგუფის წევრი. აი არ წყდება მეგობრებო, ნაკადი ადგილობრივების ყველას თითქმის ერთნაირადაცვია და ყველას ხელში უჭირავს ყვავილი. ყვავილის გარდა კიდე უამრავი წესი არსებობს, რომელიც უნდა დავიცვათ. არ უნდა გეცვას შორტები, არ უნდა გეცვას ტანსაცმელი, რომელსაც რაღაც ზედმეტი წარწერა აქვს, ჩუსტები არ უნდა გეცვას, არ შეიძლება სელფის გადაღება, არ შეიძლება რაიმე რაღაცა სასაცილო ფოტოს გადაღება, ან ისეთი ფოტოს გადაღება, სადაც შეიძლება ჩამოეჭრას ეს მონუმენტი და რაღაც არასწორად ქონდეს გადაღებული. მოკლედ, ძალიან ბევრი წესია და ძალიან სიფრთხილე არის საჭირო რა, როდესაც მიდიხარ ამ მონუმენტების სანახავად. აქვე შეგახსენებთ მეგობრებო, რომ დღევანდელ ჩემს ლუქსზე იზრუნა US Polo. როგორ მოგწონთ? მე ძალიან მომწონს. ყვავილიც როგორ შესაბამის ფერში მომწეს. აი, ესეც მონუმენტები, რომელიც არის უზარმაზარი. ყველა ვალდებულია, რომ აქ მოვიდეს და პატივი მიაგოს მათ ლიდერებს. Would you please take off your hat, cap? Sorry, the sunglasses. After pay respect. კუდიც მოგვახდებინეს და საფალებით. Okay, shall we stand in lines here in two rows? აი ესეთი სიგიჟის ნახვალი არ ვარ. After the wedding couple we are paying respect. აი ეს არის წყვილი. და კორწილი აქვს დღეს. არ ვიცი, სიტყვები არ მაქვს. სიგიჟია რაც აქ ხდება. No cameras, no. დავდეთ ყვავილები და გამოვედით. არ შეიძლება ზედმეტი მოძრაობები აქ. ან სიცილი ან რაიმე მსგავს. ამ წამს კიმირსენის ხსოვნას მივაგე პატევი თუ მჯეროდეს. დასრულდა. ბრუნდებით უკან, დავიბრუნე ჩემი სათვალე, ჩემი ქუდი. და მივდივართ ახლა კიდევ ერთი, სავარაუდოდ კიდევ ერთი მონუმენტის სანახავად. პარკში შევდივართ და მაინც სიცხეს ვიმოწმები. მე ადაო აი რატო უნდა შეგვიმოწმოს სიცხე. სკვერია. სადაც არ უნდა გაიხედოთ ამ ქალაქში, ყველგან არის მსგავსი ტიპის მონუმენტები, ყველგან არის პროპაგანდისტული სურათები, ფოტოები, ლიდერების მონუმენტები და ასე შემდეგ. ზუსტად არ ვიცი სად შევდივართ და მოდი ერთად ნახოთ. მაღაზია. Hello. როგორც ხედავთ, შემოვედით მაღაზიაში, სადაც იყიდება სუვენირები, პოსტერები და ასე შემდეგ. ნახეთ, ეს არის ადგილობრივი ფული და სხვადასხვა მონეტები. ეს ღირს $20. აი ეს ავიღოთ $5 სამახსოვროდ. აი ესეთი შენაძენი გავაკეთე, ეს გულზე სამაგრი და ეს მანქანაზე ჩამოსაკიდებელი მანქანაში. $6 გადავიხადე ამ პატარა ნივთებში. ადგილობრივი ვალუტა რაც აქვს აქ, მაგით ვაჭრობა აქ არ შეგვიძლია, ამიტომ ვიხდით ხოლმე ან $, ან ჩინურ იუანს. ხო, მართლა, ვალუტის გადასვლაზე გამახსენდა. ამ მოგზაურობის მხარდამჭერია კურსი G. კურსი G გახლავთ ონლაინ პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გადაცვალოთ ვალუტა ამ სოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, მთავარია ინტერნეტი გქონდეთ. რაც ყველაზე მთავარია, კურსი ბევრად კარგია ამ პლატფორმაზე, ვიდრე ინტერნეტ ბანკში, ანუ გარეთ რო გავდივართ ხოლმე კარგი კურსის მოსაზებნად, ეგ აღარ დაგჭირდებათ, შეგიძლიათ ონლაინ ისარგებლოთ კურსი G-ს დახმარებით.
სუვენირების მაღაზიის შემდეგ წავედით ქალაქის მთავარი მოედნისკენ, რომელიც ამ დღის ყველაზე საინტერესო ნაწილი გახლდათ. ოჰო, გამოვედით ერთ-ერთ მთავარ მოედანზე ქალაქის, სადაც უამრავი ადგილობრივია. ანუ ეხლა აქედან წიგნების მაღაზიაში მივდივართ და გზად პატარა მონაკვეთი გვიწევს, რომ ეს ქუჩა გავიაროთ. ესე ახლოს მოსახლეობასთან არასდროს არ ყოფილვარ. ასე გაჩერებაზე დგანან და ელოდებიან ავტობუსს. მაინც დაძაბული ვარ რა, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ყველაფერი რიგზია, ეგრე არ არის. ეს არის მეტროს შესასვლელი სავარაუდოდ. მეტროსაც ვნახავთ ხვალ. აი უკვე გავერი ადგილობრივებში, მეგობრებო. აუ, არ მჯერა რა, რა მაგარი შეგიძლია. Hello. წიგნების მაღაზიაში შეყვარეს. ესე შემოგვიყვანეს საინტერესო ქუჩიდან წიგნების მაღაზიაში, რომელიც არ მაინტერესებს. ყველა წიგნი, ყველა გაზეთი ეხება ერთი და იგივე პიროვნებებს. ესეთი სამაგრები იყიდება ყველგან და თითქმის ყველას გულზე აქვს დამაგრებული თავიანთი ლიდერების გამოსახულებით რა. ეს არის ხენიან ტაიმსი. და ესეთი ინფორმაციებია. აქ რუსეთის მინისტრს შეხვდა. ყველაზე უცნაური ის იყო, რომ ქუჩაში მოსიარული ადამიანები დიდად არ გვიმჩნევდნენ. არადა ამ ქვეყანაში უცხოელი, რომელსაც კამერა უჭირავს ხელში, ვფიქრობ, საკმაოდ შესამჩნევია. ბავშვები გასამალები არიან. ეს არის კიმ ირ სენის სახელობის მოედანი და უშუალოდ ამ მოედანის ტერიტორიაზე ვერ გადავალთ, ესე ქუჩის აქეთა მხრიდან შეგვიძლია რომ ნახოთ და გადავიღოთ ფოტოები და ვიდეო. პრინციპში ეხლა რო გითხარო დიად იქ გადასვლა რაღაცას ნიშნავს არა. თავარია რომ ესე ქუჩებში გაგვატარეს, რა თქმა უნდა, ათეულობით მეტრი, მაგრამ მაინც ძალიან საინტერესოა, როცა ადგილობრივებთან ერთად გადაადგილდები ხენიანის ქუჩებში. ნახეთ, რამდენი ხალხია ტროლეიბუსში. მათ არ აქვთ, რა თქმა უნდა, მანქანის ყოლისუფლება. მხოლოდ ერთეულებს ყავთ ამ ქვეყანაში მანქანა. ძირითადად გადაადგილდებიან ველოსიპედით, ფეხით და რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ამ ქვეყანაში საკუთარი მანქანის ყოლისუფლება ძალიან ცოტა ადამიანს აქვს. ამ განსაკუთრებული პრივილეგიით მხოლოდ მაღალი რანგის წარმომადგენლები სარგებლობენ. ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობის მხოლოდ 2%-ს ყავს ავტომობილი. შესაბამისად, გზები სულ ცარიელია. მოსახლეობა ძირითადად ფეხით, ველოსიპედიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილდება. მოვედით ერთ-ერთ პარკში, სადაც ძირითადად როგორც კიდმა გითხრა, წყვილები მოდიან სასეირნოდ, ასევე ფოტოსესიებზე მოდიან ახლა დაქორწინებულები. მართლა ძალიან ლამაზია აქაურობა. იცი როგორი შთაბეჭდილება მრჩება, აი თითქოს ყველაფერი აქვს რა, ეხლა ნახე მოწესრიგებული გარემო, სუფთა ქუჩები, დალაგებული ქალაქი, მაგრამ არ აქვს ერთი მთავარი და ძირითადი რამ, რაც ადამიანის ცხოვრებაში არის ყველაზე მნიშვნელოვანი. და ეს არის თავისუფლება. საინტერესოა როგორ ცხოვრობს ხალხი. მაგას მე ვერაზროს ვერ გავიგებ. სამწუხაროდ არ შემიძლია რომ ის კითხვები დაუსვა გიდებს, რაც გვაინტერესებს, თქვენს გაინტერესებთ, მეც მაინტერესებს. თუმცა რომც გავრისკო და კითხო ეგეთი რაღაცეები, დარწმუნებული ვარ, არ მიპასუხებენ, ანუ რასაც რეალურად ფიქრობენ, დარწმუნებული ვარ, მაგას აქ არავინ არ გიპასუხებს. გამორიცხული ამბავია, ამიტომ ავი ჩემით უნდა ვივარაუდო რაღაცეები. თუმცა ვარაუდი არ სჭირდება საშუალო ხელფასის გაგებას. რიგითი ჩრდილოეთ კორეელის საშუალო ხელფასი თვეში $70-80 შეადგენს. ძალიანაც რო უხინდეთ ეხა ამათ მატერიალური თვალსაზრისით, თავისუფლების ფასად არ ღირს. იმიტომ რომ არ გააჩნიათ თავიანთი აზრი, არ გააჩნიათ ინდივიდუალიზმი. ანუ ტანსაცმელსაც კი ვერ ჩაიცვამენ ისე როგორც თვითონ უნდათ. ვერ იმოგზაურებენ ვერსად სადაც უნდათ. ანუ რასაც უბრძანებენ, რასაც ეტყვიან, მხოლოდ ის უნდა აკეთონ და იმ ჩარჩოებში უნდა მოიქცნენ. და ჩემი აზრით ეს არის, არ ვიცი, ესეთი ცხოვრება არ არის. პარკთან აქვე ახლოს კიდევ ერთ სუვენირების მაღაზიაში შეგვიყვანეს. სუვენირები მაინც დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისგან.
ძირითადად აქაც იგივეა რაც სხვა მაღაზიებში. სხვა აქ შედარებით მეტი რაღაც არის ვიდრე სხვა მაღაზიებში. ნახეთ, ტკბილეულიც იყიდება ადგილობრივი წარმოების შოკოლადი, ადგილობრივი წარმოების. It's from Korea? Yes. How much? $0.5. Which one is the best? This or this? This is dark chocolate. This milk. This is strawberry, and this is coffee. Okay, dark. I will take dark. აკაურებს ძალიან უყვარს სასმელი და ამიტომ უამრავი ლიქიორი, არაყი, ლუდი და მსგავსი ალკოჰოლი იყიდება. უცნაური რაღაცეებია, სოკოები. სოკო და სხვადასხვა მცენარეულობა, მგონი წამლებია ეს. წამლად იყენებენ თუ არ ვთქვი. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მაღაზია ეს აღმოჩნდა და აგერ შევიძინე სიგარეტი და შოკოლადი, რომელსაც აქვე დავაგემოვნებ და სიგარეტს ხა მე არ ვეწევი, მაგრამ ჩემს მაგაცებს წავუღებ. ჩრდილოეთ კორეიდან ჩატანილი სიგარეტის მოწევა მაინც სხვა ამბავია. 3.5. Thank you. გადავიხადე სალაროში, ხა მივალ უკან, ამას ვაჩვენებ და მომცემენ ჩემს სიგარეტს და შოკოლადს. Thank you. $3 ცოტა მეტი დაგვიჯდა ერთი შოკოლადი და 3 სიგარეტი. ჩვენიერი ფასებია. აქვე ჩამოვждეთ მაღაზიაში და დავაგემოვნოთ ჩრდილოეთ კორეის შოკოლადი, პლიტკა, როგორც ჩვენთან იტყვიან. შავ შოკოლადს რაღაც მწარე გემოდაკრავს ხოლმე. ეს ძალიან გემრიელია. აი ეს გახლავთ საუკეთესო და ყველაზე პოპულარული სიგარეტი ამ ქვეყანაში და ღირდა $1. ყველაზე მაგარი შეგრძნება რა არის, ეხა გეტყვით. აი ყოველთვის მინდოდა ჩრდილოეთ კორეაში მოგზაურობა რა. ზოგადად ხო ეგრეა, რომ რაც ძალიან მიუღწეველია და შორეულია, რთულად სამოგზაუროა, ის უფრო მეტად გინდა. და ყოველთვის ასეთი იყო ჩრდილოეთ კორეა. ბავშვობიდან სულის მესმის, რომ აქ მოგზაურობა არის შეუძლებელი, არის ერთ-ერთი ყველაზე ჩაკეტილი ქვეყანა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თუმცა ვიცოდი, რომ მე ამას მოვახერხებდი ერთ დღეს და აქ ვიმოგზაურებდი და სწორედ ეს დღეა ახლა და ძალიან ბედნიერი ვარ და იმედი მაქვს რომ YouTube-ზეც დამიფასდება ეს შრომა ეს გარკვეული რისკი რა თქმა უნდა რაღაცა რისკი არსებობს როცა აქ მოდიხარ და იმედია დამიფასდება იმედია დააჭერთ subscribe ღილაკს რომელიც ქვემოთ არის და მალე ავალთ 400,000 მაინც YouTube-ური ჩავაქსოვე რა ბოლოს დღის ბოლოს ბოულინგის ცენტრიც გვაჩვენეს, სადაც აქაურები ხშირად დადიან გასართობად. ესენი ნახე როგორ ინტერესით უყურებენ ჩვენი ჯგუფის წევრებს. თვითონაც რო იღებენ ვიდეოებს და ამას ურტყამენ რა და ესენი უყურებენ დიდი ინტერესით. აქ ყოფნის დროც ამოიწურა როგორც იქნა და წავედით ეხა ვახშამზე. მოგვიყვანეს ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ თევზის ზღვის პროდუქტების რესტორანში. აღეთ რა მანქანები აყენია, როგორც ჩანს, ხენიანის ელიტა აქ ხშირად დადის. ესეც ჩვენი რესტორანი. Hello. Wow. როგორც ჩანს, შვედური მაგიდა გვაქვს. ჩვენი დავარჩევთ, რაც გვინდა. უამრავი დასახელების კერძია. ერთადერთი ძმაო რაც ამ ტურში აგვაკლია არის საჭმელი. სულ ნაირ რესტორნებში დავყავართ და სულ ნაირ საჭმელს ვჭამ. თან ძალიან გემრიელი საჭმელია სხვათა შორის. მე მომწონს ადგილობრივი წარმოების ლიმონათი ყურძნის. აფრად არ ვარგა. წყალი და შაქარია. მორჩა დღევანდელი დღე. გადავინაცვლოთ ხვალინდელ დღეზე. ხვალ ყველაზე საინტერესო დღე გვაქვს. დილით საკმაოდ ადრე ავდექი. ამიტომ სანამ დღევანდელი ტური დაიწყებოდა, დრო მქონდა ჩვენი სასტუმრო კარგად დამეთვალიერებინა. აგერ ყველგან გამოკრულია ლიდერების ფოტოები. აი ამერიკას სტუდენტზე ალბათ გაგიგიათ რა, რომ დაიჭირეს. სასტუმროდან მოიპარა აი რაღაცა მსგავსი ფოტო რა. No?
Okay. ახლა არ შეიძლება გადაღება. ვიდეოს გადაღებასაც კი კრძალავენ და მოიპარა, წარმოიდგინეთ ეს ფოტო რა. რა ვიცი, ხა ჩვენ იმდენი წესი გაგვაცნეს, აქ დარწმუნებული ვარ, ეგეც ინფორმირებული იყო რა და ეგეთი რამე როგორ გაბედა არ ვიცი. ნახეთ მეგობრებო, სადალაკო. ეს გახლავთ ბარბერშოპი, ეგრე დაუძახოთ საპარი კმახე. Hello, hello. Nice to meet you. აი ეს ვარცხნილობები აქვთ. ხოლოდ სხვანაირი ვარცხნილობა აქ არ შეიძლება. წერს მაინც შევისწორი, ხა ყველა ხომ მოვიდე. Listen this. Yes. მოდია დანას არ გამომისვამს ხელში. ჩრდილოეთ კორეაში წერს ვისწორებ მეგობრებო, რომ კარგად გამოვიყურებოდნენ. ვარცხნილობას ვეღარ გაურისკი, მაინც ქუდი მახურავს სულ. მოგწოდებათ ჩემი სიცოცხლე ვანდე ხა? აქ ორ დალაქს. ესე გამოიყურება ჩემი წვერი. დილა დავიწყეთ ბარბერშოპით. Thank you very much. Bye. ეგ არის რა, $5 დამიჯდა წვერის შესწორება. ჩრდილოეთ კორეაში. და დღევანდელ დღეს ვიწყებთ რა თქმა უნდა ომის მუზეუმით. სხვანაირად როგორ შეიძლებოდა ამ ქვეყანაში. უზარმაზარი შესასვლელია, ნახეთ რა მხელა შესასვლელია მუზეუმის ტერიტორიაზე, უზარმაზარი ეზო აქვს და შევალთ და დავათვალიერებთ ყველაფერს. This is the US Andes spy ship which was captured on January the 23rd, 1968. ეს არის ამერიკელი ჯაშუშების გემი, რომელიც დააკავეს აქ. შევიდეთ ნახოთ საინტერესოა შიგნით როგორ გამოიყურება. ესეთი ამბავია. ესენი იყვნენ ამერიკელი ჯაშუშები ამ ფოტოებზე, ეს გემის კაპიტანი. Very interesting. Yeah. ტყვიები მეგობრებო. მალებიან ეს თანამშრომლები. ეს გახლავთ ტანსაცმელი იმ ადამიანების, ვინც იყვნენ ამ გემზე ამერიკელების. საინტერესო იყო სხვათა შორის ამ გემის დათვალიერება. ეხლა შევალთ უშუალოდ მთავარ შენობაში ამ მუზეუმის, სადაც როგორც გითხრეს, გადაღება არ შეიძლება. გამოვედით, როგორც იქნა, დაახლოებით 2 საათი დავყავით მუზეუმში. აი იმხელა, რომ სიტყვები არ მაქვს ამ ხელა, მუზეუმი არასდროს არ მინახავს. უამრავი რაღაც გვაჩვენეს, უამრავი ისტორია გვიამბეს, როგორ გაიმარჯვეს ომში, როგორ დაამარცხეს ამერიკული იმპერიალიზმი, როგორ იხსნა პრეზიდენტმა კიმ ირ სენმა კორეელები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ამ ყველაფერს უნერგავენ რა, თავიდანვე სკოლის მოსწავლეებიც იყვნენ, სტუდენტებიც, სხვა სტრუქტურის თანამშრომლები. სავარაუდოდ სავალდებულოა რა, რომ აქ მოვიდნენ, ეს ყველაფერი მოისმინონ, ნახონ. რა ვიცი, რა გითხრათ. რო შევედით, ქუდი მომახსნევინეს, ნუ გადაღება თავისთავად არ შეიძლებოდა. კიმ ირ სენის დიდი ძეგლი უდგათ შესასვლელში, მწკრივზე ესე დადგნენ, ჩვენს დაგვაყენეს, თავები დაუხარეს და მოკლედ რა ვიცი. და მეწოდება ეს ხალხი სიმართლე რო გითხრათ. ჩვენი შემდეგი გაჩერება ფხენიანის ფეხბურთის სკოლა. სპორტს ძალიან დიდ პატივს სცემენ ამ ქვეყანაში და ალბათ ჩემი აზრით წარმატებული სპორტსმენი ბევრი პრივილეგიით ისარგებლებს აქ. ეგრე მგონია. Welcome to the International Football Academy. This school was established in 2013 and they train the young students. So they are going to play for the national team after this school. As well as they train football, but they also study here. Our leader Kim Jong-un visited this school. So this is the day when ეხლა შევდივართ რომ ნახოთ სტუდენტები რა მოსწავლეები. Hello.
საყვალაც ხედა ნახე. უკანაც არის ხედები. ამ სკოლაში იზრდებიან ფეხბურთელები. ბავშვობიდანვე ვარჯიშობენ. ნახეთ რა ამბავია. ამ ბავშვების მთავარი მიზანი არის მოხვდნენ ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში და როგორც ხედავთ პატარა ასაკიდან ემზადებიან ამისთვის. და ეს იქნება ალბათ ყველაზე დიდი მიღწევა მათთვის. ეს იყო ფეხბურთის აკადემია. ბევრი სანახავი აქ არაფერი არ არის, მივდივართ ლანჩზე. ესენი არიან იუთუბერები ინდოეთიდან. დავმეგობრდით, კაი კონტენტს აკეთებენ. ნუ ჩვენ მათი ენა არ გვესმის, მაგრამ you have almost 1 million subscribers, right? Yes. Almost. Almost. I think at the time you will upload this video, I will get million yeah. subscribers. It's only 14,000 remaining. What about you? Around 780,000. Much more than me. No, but you are very famous in Georgia. Okay, let's try. ესეთი ცუდი პიცა ცხოვრებაში არ მიჭამია. ამათ მარგარიტა აქვს რა, სალამიც არ აქვს და წარმომიდგენია რა უგემურია, იმიტომ რომ სალამითაც ძალიან უგემურია. პრინციპში ხა კორეაში პიცისგან მეც არც მოელდი ადამიანი. წინა დღეებში ბევრად კარგი საჭმელი იყო რა. ვითომ თავი გამოიჩინეს ეხა რომ პიცა გვაჭამეს რა. ისეთ საშინელებაც არ არის ვერ შეჭამო, მაგრამ პიცას ვერ დავარქმევდი ამას. It's not pizza, bro. We are not enjoying. We just eating to survive that. Exactly. We can walk and make videos. But brother, we are in North Korea, so yeah, I did not expect it. Pizza. რა თქმა უნდა, ჩვენს გიდებს ბევრი არ უფიქრიათ და ფხენიანის მთავარ ბიბლიოთეკაში წაგვიყვანეს. რომელსაც დიდი სიამაყით გვათვალიერებინებდა ეს გოგონა. Can I see? Harry Potter. Wow. Have you read this? You like? Okay. Very interesting. Harry Potter-ის ყველა ნაწილი აქვს და თან ნათარგმნი აქვს კორეულადაც რა. ამას არ მოელოდი. მუსიკის გაკვეთილები ტარდება აქ. აგერ პიანინოს დგას. აქ ეს კამიდალე წავიღაცამ. ნახეთ აქ რა გვაქვს მეგობრებო. 90-იანების მაგნიტოფონი. აქ CD იდება. აი კასეტა მოიტანეს და ეხლა ჩართავენ. და მოვიდა დრო მეგობრებო, ვიმგზავროთ ერთად არც მეტი არც ნაკლები ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქ ფხენიანის მეტროთი. მეტრო, რომელიც ამ ქალაქში არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტრანსპორტი და ყოველდღიურად 10,000-ობით ჩრდილოეთ კორეელი გადაადგილდება. ჩვენი მეტროც პრინციპში ესეთია, იმიტომ რომ კომუნისტების დროს არის აშენებული და ჩვენთვის არაფერი გასაკვირი აქ არ არის ხა. უბრალოდ გასაკვირია ხალხი. ნახე რა საყვარელი ხალხი. ფხენიანის მეტრო არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ღრმა მეტრო, ანუ სიღრმე არის 100 მეტრი. 100 მეტრზე ჩადის ეს ექსკავატორი. ალბათ განსხვავებას დიდას ვერაფერს ვერ შეამჩნევთ, იმიტომ რომ ძალიან გავს ჩვენს მეტროს რა. ჩვენიც საბჭოთა კავშირის დროს არის აგებული, შესაბამისად იდენტურია. ოჰო, ნახეთ რამდენი ხალხი იყენებს მეტროს ყოველდღიურად. რა საინტერესოა, ხო არ გადავა. ყველა თითქმის მუქ ფერებშია გამოწყობილი, თუ დააკვირდებით. არავინ ღია ფერებში არ არის ჩაცმული. ნახეთ რა ლამაზი სადგურია. საკმაოდ სუფთა და საკმაოდ მოწესრიგებული. ფხენიანის მეტროს პირველი სადგური 1973 წელს გაიხსნა. დღეისათვის ის მოიცავს 417 სადგურს. მეტროთი მგზავრობა 5 ვონი ღირს, რაც 1 ცენტზე ნაკლებია. ანუ პრაქტიკულად მგზავრობა უფასოა.
ფხენიანის მეტროთი ყოველდღიურად 400,000 მგზავრი გადაადგილდება. სანამ ჩვენი მატარებელი მოვა, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ტურისტული კომპანია Around the World არის ერთადერთი ტურისტული კომპანია საქართველოში, რომელმაც ესეთი შეუძლებელი მოგზაურობა დააორგანიზა. როდესაც საქმე მიდგება მოგზაურობაზე, აუცილებლად გაიხსენეთ ტურისტული კომპანია Around the World. ტურისტული კომპანიის Facebook და Instagram გვერდები, რა თქმა უნდა, აღწერაში იქნება. შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ან გვეწვიოთ ოფისში. ბახტიონის 11B არის ჩვენი მისამართი. აზე ხართ, ცარიელი მოვიდა ჩვენთვის სპეციალურად რა. After you. ანუ ჩვენთვის გამოუშვეს ცარიელი მეტრო, ცარიელი ვაგონებით. სპეციალურად ჩვენთვის, რომ ადგილობრივებთან არ გქონოდა არანაირი გადაკვეთა. სიგიჟია. მეგობრებო, არაფერი განსაკუთრებული ჩემთვის პირადად აქ არ არის. ესეთ მეტროში ვარ გაზრდილი, მთელი ბავშვობა გატარებული მაქვს მსგავს მეტროში. ერთადერთი რაც ძალიან მინდოდა არის ის, რომ ადგილობრივებთან ერთად მე მგზავრა, მაგრამ არ ქნეს ეგ. ხმებიც კი ზუსტად ისეთია, როგორც ჩვენთან. დასრულდა ჩვენი კატაობა. და ამ სადგურზე ჩამოვდივართ. ეს არის ვარკეთილი, მეგობრებო. მაგარი ჯიგრები არიან. რამდენმა ვაგონმა ჩამოიარა ეხლა რაც აქ ვარ და მთლიანად სავსეა ხალხით. და არის შუადღის საათები. ასე და ამგვარად მეგობრებო დასრულდა ჩვენი ვიზიტი ფხენიანის მეტროში. ავდივართ ეხლა ზემოთ. გავსი კონტენტი მეგობრებო საქართველოში კი არა. უცხოელსაც არავის არ გაუკეთებია თითქმის. ვიდეოები რა თქმა უნდა გადაღებულია აქ კოვიდამდე შეეძლოთ მოგზაურობა, მაგრამ ესეთი ინტენსივობით არავის არ ქონდა უფლება გადაღების. ჩვენ არ ვიცი ძალიან გამიმართლა თან იმას ვლაპარაკობ რაც მინდა. ინგლისურად რო ლაპარაკობ და იმას ვერ ვიტყოდი რაც მინდა, შესაბამისად ჩემთვის კიდევ უფრო მარტივია აქ გადაღება. იმედია რომ სათანადოდ დამიფასდება და სულ მცირე გამოიწერთ მაინც ჩემს გვერდს და ავალ 400,000 გამომწერზე ამ ვიდეოთი. გამოვედით ეხლა სტადიონთან, სადაც მარათონი ჩატარდა, მაგ სადგურზე ამოვედით. ნაყინის გასინჯვა ძალიან მინდა და ეხლა გიდს ვთხოვ რომ იქნებ აყიდინოს. ეს ჩვენი გიდია და დაგვეხმარება ეხლა ნაყინის ყიდვაში. იმიტომ რომ აქ იუანს არიღებენ. $100 არიღებენ. ადგილობრივი ვალუტის გამოყენების უფლება ჩვენ არ გვაქვს. Oh, thank you very much. აი ესეთი ნაყინი. ჩილეთ კორეული ნაყინი და დავაგემოვნოთ ერთად. How much? You went? No, please. How much? Please. Come on. Thank you very much. Thank you very much. აი ეს არის ის გიდი, რომელზეც გიყვებოდით. სწორედ ეს გოგო მისვამდა ბევრ კითხვას. და თითქმის ყველაფერი აინტერესებდა. არაფრით არ გამომართვა, მოკლედ ამის თანხა რა. მიკისრა. ძალიან საყვარელი გოგოა. აი ესე გამოიყურება მეგობრებო, აქაური ადგილობრივი ნაყინი. იცი როგორი გემოა აქ, აი ზედმეტად რძის გემო აქ. ვარდისფერი კი, მაგრამ მარწყვის გემო საერთოდ არ აქვს. ანუ მარწყვის არ არის. საერთოდ გამში სუდი არ არის. მადლობა ჩვენს გიდს, რომელმაც ფული არ გამომართვა. და დამპატიჟა ამ ნაყინზე. დღევანდელი დღის ბოლო გაჩერება არის აი ეს შენობა, სადაც უნდა ავიდეთ, მე მგონი ზემოთ. საკმაოდ საინტერესოა აქედან ქალაქის დათვალიერება, იმიტომ რომ 360 გრადუსით გვაქვს ხედები და აი ესე ვხედავთ ეხლა მთელ ქუჩას რა და ნახეთ. ძალიან ცოტა მანქანა მოძრაობს. ამ ქალაქში ფაქტობრივად სასოფი არ არსებობს. ანუ სასოფში ვერასდროს ვერ მოხვდები. და ძალიან გვეხმარება ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ავტობუსით წამებში გადავაადგილდებით ყველგან, არსად არ ვჩერდებით. ფხენიანის ცენტრიდან 360 გრადუსით ნახეთ უკვე ქალაქი. ძალიან მომწონს რა, ვიზუალურად არაფერი დაეწუნება ამ ქალაქს პრინციპში და ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე სუფთა და მოწესრიგებული ქალაქია მსოფლიოს მასშტაბით. ბევრი ქალაქი მაქვს ნანახი და მაგას ვერ დაუკარგავთ. დღის ბოლოს უზარმაზარ სუპერმარკეტში წაგვიყვანეს, სადაც ამ მოგზაურობის განმავლობაში პირველად მოგცეს უფლება გვეყიდა ადგილობრივი ვალუტა ვონი. და გვეშოპინგა როგორც მინდოდა. სულ ადგილობრივი პროდუქცია არა, აქაური წარმოების. ეს თუ არ ვხვდები, რაღაცა ჩიფსის მსგავსია. ტკბილეული მეგობრებო, რომელიც ღირს 13,000 ვონი. ძმაო, ჩრდილოეთ კორეაში შოპინგობ.
ძალიან მაგარი გამოცდილება. ეს ყველას არ შეუძლია. ყავა მეგობრებო. მოდი წავიღოთ ყავა. აქ ისეთი რაღაცები იყიდება, რომ ერთ მიხვდები რა არის. ჩივას რეგალი გაიჩიტა. ხილს მოვადექით. მანდარინი, ეს გაყინული ხორცი, კალბასები. ახეთ რა ამბავია. 80%-ს რაც ამ მაღაზიაშია პროდუქტს აწარმოებენ აქ, ჩრდილოეთ კორეაში. ბაბუა მოადგა სიგარეტებს. არიელს ხმარობენ ჯიგრები ჩრდილოეთ კორეაში. ლეგო არა, ეს არის სოგო. დაეგაოს ინჯოთ ცივი ჩაი. არ ვიცი ხა ცივი ჩაია თუ რა არის, მაგრამ რაღაცა ეგეთი შეფუთვა. რაც არ უნდა იყოს, დავაგემოვნოთ. იყოს ეს და გვეყოლა წავედი. All I have this is. It's okay? Okay, thank you. სამალები არიან, ყველანი, რა ვიცი. ცუდი ტიპი აქ ჯერ არ შემხვედრია. Thank you very much. ეგ არის, ვიშოპინგეთ და $5 ჩავეტიეთ. ეხლა გაჩვენებთ რამდენი რამე ვიყიდე $5. ეს წარმოდგენა არ მაქვს რა არის. ეს რაღაცა ჩიფსებს გავს. ეს იმედია რომ დონატებია, ეს ყავა, ეს სასმელი. მოკლედ ეს არის ჩემი მონაგარი $5 ჩავეტიეთ. მართლა ამჯერა რომ ესე გამოვიდა ყველაფერი რა, ესე მარტივად. გადაღების მხრივ არანაირი პრობლემა არ ყოფილა რა. რაღაცა პატარა შეზღუდვები რა თქმა უნდა ეხა არის და იყო. თუმცა საერთო ჯამში ბევრად რთული მეგონა რა რაღა დაგიმალოთ. მეგონა რომ ძალიან რთულად შევძლებდი რაღაცების გადაღებას. რავი, აი სადაც კი დავდივარ, ყველგან კამერა მიჭირავს ხელში. პირველი ადამიანი ვარ, ვინც საქართველოში ეს მოახერხა და გააშუქა ჩრდილოეთ კორეა. ესეთი რაღაც არავის არასდროს არ უქნია საქართველოში. და მიხარია რომ მე გახლავართ ის, ვინც ეს გააკეთა. ამასობაში 6 დღე მიიწურა და მოვიდა ფხენიანის და ჩრდილოეთ კორეის დატოვების დრო. მივდივართ ახლა აეროპორტში, აგერ ავტობუსები და იმედია რომ შვიდობიანად დავტოვებ ამ ქვეყანას. ერთი სული მაქვს, როდის დაუბრუნდები ნორმალურ სამყაროს. პასპორტიც დაგვიბრუნდა. I hope to see all of you again in the near future. მარტო ჩვენ ვართ. ჩვენს გარდა არავინ არ არის და მარტო ერთი რეისი სრულდება. აი ტაბლო არის ახლა ჩემს წინ და ერთადერთი ფრენა სრულდება პეკინის მიმართულებით. გავიარე ყველანაირი შემოწმება და ველოდები ჩასხდომას. აუცილებლად დაელოდეთ შემდეგ ვიდეოს, იმიტომ რომ შემდეგი ვიდეო იქნება მარათონის შესახებ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს სპონსორებს, PSP დაზღვევას, რომელმაც დააზღვია ეს მოგზაურობა და დააზღვევს კიდე შემდგომ მოგზაურობებს 1 წლის განმავლობაში მინიმუმ. ასევე დიდი მადლობა US Polos და რა თქმა უნდა, უდიდესი მადლობა ამ მოგზაურობის და ამ პროექტის გენერალურ სპონსორს ელიტს მეგობრებო. ამასობაში იწყება ჩასხდომა. მადლობა მეგობრებო რომ ბოლომდე უყურეთ ამ ვიდეოს და იმედია ისე ამოვნეთ. აუცილებლად შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. დროებით.